აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. როგორ ხართ? იმედია კარგად ხართ. ვაგრძელებთ ჩვენ რუბრიკას, ჩვენ გაშლებს, პირად გაშლებს, პირად ურთიერთობებზე და ეხლა ვნახოთ აი მიზეზი. ჯერ რა თქმა უნდა, სიგნიფიკატორი ადამიანის, მისი მდგომარეობა რა სიტუაციაშია და ვინც დაშორებულები ხართ. და ვთქვათ, ან კონტაქტზე არ გამოდის, ან რაღაც მოხდა თქვენ შორის, ყველას ხო თქვენი სხვადასხვა სიტუაციები გაქვთ. ეს საჯარო გაშლა კიდევ ერთხელ ვიძახი, უნდა ვიცოდე, კარგს უყარს კონკრეტიკა. ნახეთ, კონკრეტულ პასუხზე, კითხვაზე პასუხიც კონკრეტული იქნება. მაგრამ როცა ვშლის საჯაროს, აქ მთლიანად ფაქის სივრცეში, იმ უხილავ სივრცეში, ხო? რომ არსებობს, უდავოდ ვიცით, რომ გრძნობთ, უდავოდ ვიცით, მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელია, თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ ამ ყველაფერს ფაქტებით. ამ ენერგიაზე, აი ამ დაფარულზე გვაქვს ახლა ჩვენ საუბარი, ძირითადად, ხო? და რა თქმა უნდა, ეს პიროვნებაც, რომელიც მალავს, დაფარულია, ან რაღაც მიზეზ გარემოებების გამო, თქვათ, არ გვაქვს ურთიერთობა და არ ვიცით, რა ხდება მასთან და გვაინტერესებს მიზეზი, ხო? ამ ყველაფრის, რა არის? ჩვენ შეიძლება ვიდანაშაულებთ ჩვენ თავს, ჩვენ შეიძლება გონია, რომ აი რაღაცა ისეთი ვთქვით, რაღაცა დავაშავეთ, რაღაცა ეწყინა, რაღაცა და ამ დროს შეიძლება საერთოდ არ ვართ ჩვენ დამნაშავეები. რა დაგვეხმარება, რა თქმა უნდა, პირადი გაშლა. პირად გაშლაზე WhatsApp-ზე შეგიძლიათ მომწეროთ, ასევე კითხვებითაც მაქვს, ონლაინ რეჟიმშიც მაქვს, დამიკავშირდით, კონსულტაციებს შევატარებ, დიაგნოსტიკას გავაკეთებ, რჩევასაც მოგცემთ სამყაროდან, მაგრამ საჯარო გაშლებით რეზონირდება, ხო? ვინც მწერთ ახლა კომენტარებს, ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურებთ. ბევრი სიხარული თქვენ და წარმატება თქვენს პირადში. ეს ენერგო გაცვლა და სამყაროც, რა თქმა უნდა, იმ ლაიქისთვისაც და იმ კომენტარებისთვის დადებითის, რა თქმა უნდა, დადებითი კომენტარებისთვის თქვენს სიხარული გექნებათ. თქვენთვისაც კარგია. მაგრამ ვინც უარყოფით მწერთ, აი უბრალოდ მართლა მეცინება ესეთ ადამიანებზე, იმიტომ რომ ენერგიას ვხარჯავ და ეს არხიც არის თქვენთვის გაკეთებული, მე აქედან არანაირ ფულს არ ვღებულობ, მე უბრალოდ ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს, უნდა არა აქვს საშუალება და საჯაროთიც შესაძლებელია გაიგო, თუ ჩაიფიქრებ, სამყარო ყოველთვის გაძლევს მინიშნებას. ეს მინიშნება მოულოდნელად ვიღაცის ნათქვამი გაჟღერებული ფრაზა, როცა ფიქრობ. ჩვენ არ ვართ დაკვირვებულები ხშირ შემთხვევაში, ისეთი სტრესული და აი ესეთი მძიმე, ნერვიული, დეპრესიული ცხოვრება გვაქვს. ქაოსტური შეიძლება ითქვას, რომ ბევრ რაღაცას მნიშვნელობას, ყურადღებას არ ვანიჭებთ. იქ შეიძლება მუსიკა გაჟღერდეს, იქ შეიძლება ინფორმაცია იგივე სოციალური ქსელებიდან, წიგნებიდან, ნუ ეხლა წიგნებს აღარ ვკითხულობთ, გასაგებია, ხო, ამ ეპოქაში. დასრულდა რომანტიზმის ეპოქა, წიგნები და წერილები, არა? ვისთვის როგორ, მაგრამ ფილმებიდან, კლიპებიდან, აი ყველა მხრიდან სამყარო ყველა დროში იყო ასე. ადამიანებს აწვდიდა ინფორმაციას. თავარი ადამიანი იყო დაკვირვებული. და შენი ინტუიცია ჩართულია. შენ ყოველთვის პასუხს მიიღებ, როცა გაინტერესებს და ეს ვიდეოებიც რო იდება, ხო? ყველაზე არ არის, მაგრამ ის ადამიანი ყოველთვის მიხვდება, რომ ასეა. არ არსებობს რაღაცა მინიშნება არ მოგეცეთ სამყაროდან, ამიტომ ეხა ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვინც გაინტერესებთ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის.
მისი ენერგიები ვინ მოდის ეხლა? საჯარო გაშლა, ვინ შემოვიდა ეხლა? რა ადამიანია? გულგატეხილი. ძალიან დიდი დარტყმა აქვს ამ ადამიანს, აი პირველივე კარტიდან ამოდის სამკუთხედი. შეიძლება სამკუთხედში ხართ. სამყარო. აქ არის დასასრული. ან შორი მანძილი, სხვა ქალაქი, გადასვლა. ეს ადამიანი პაჟის პოზიციით გამოვიდა, გრძნობით იყო შემართული, ანუ აი როგორც პატარა ბიძ აენთებოდა გრძნობა, ასე აენთო, მაგრამ რაღაც გაურკვევლობა მოხდა. ამოდიხართ თქვენც დადარდიანებული ამ ადამიანზე, განულებული სიტუაცია. გასაგებია, რომ სიამოვნებას იღებდით, ურთიერთობა გქონდათ, შეიძლება მიმოწერაც იყო სოციალური ქსელებით, შეიძლება, იმიტომ რომ სამყარო ამასაც ნიშნავს, ეხლა ხო გესმით, ბევრი ერთი კარტი ნიშნავს ბევრ რამეს. მე ხა ყველაფერს ვერ გადმოგიშლით, ამიტომ არსებობს პირადი გაშლები, რომ ზუსტად კონკრეტულად ვიცოდე სიტუაცია იმის მიხედვით. მაგრამ ასეც ხო გეუბნებით, ვარიანტებს გეუბნებით. თუ რეზონირდა, ძალიან კარგი. გააგრძელეთ ყურება. ეს ადამიანი პატარა ბიჭივით აყვა აი ამ ურთიერთობას თქვენთან მიმართებაში. იყო რაღაც პერიოდი, ერთად იყავით, სიამოვნებას იღებდა, შეიძლება მიმოწერაც გქონდათ, სხვადასხვა ქალაქებში იყავით, მაგრამ აი სამკუთხედია რა და გაურკვეველი მდგომარეობა. რახან კარტმა გადმოგცა ინფორმაცია და არ ვიცი ვიზია, თქვენ ხართ, არ ხართ, თუ გაინტერესებთ, გააგრძელეთ ყურება და თუ რაღაცა მინიშნება მიიღეთ, კარგია თუ არა და გადადით სხვაგან და ვნახოთ ახლა ამ კონკრეტულ მომენტში, ამ აწყო დროში, აი ეხლა მოდის ესეთი ინფორმაცია. სახელებს და გვარებს კარტი ვერ მეტყვის, ხო? კარტი მესაუბრება სიმბოლოებით, მინიშნებებით და იმ სიგნიფიკატორი, ანუ ადამიანის პიროვნული დახასიათებით. ყოველი კარტი, ყოველი არკანი, მაღალ არკანებზეა საუბარი, არის ყველა ადამიანის ფსიქოტიპი. ნახეთ, ყველა ადამიანის ფსიქოტიპია ეს არკანი. ამიტომ, როცა კარლ იუნგთან მიდიოდნენ კონსულტაციაზე და იცით ვინ არის კარლ იუნგი, ისე მაინც გექნებათ ყური მოკრული, რომ ცნობილი ფსიქოლოგი იღებდა ტაროს კარტს და აკეთებდა აი ესეთ დიაგნოსტიკას, რომ ვინ არის ეს პიროვნება, რა ადამიანია, რა ფსიქოტიპია. ამოიღებდა მაღალი არკანებით, იგებდა ამ ადამიანის პირად სიგნიფიკატორს, დამახასიათებელ თვისებებს, რაც შეუძლია ინფორმაცია მოგაწოდონ ტაროს კარტებმა. აქ არის რეალიზება, აქ არის დაგეგმარება, აქ არის ფიქრი. რაღაცას აკეთებთ, არ ხართ გაჩერებული, სულ რაღაც საქმეში ხართ. ფინანსური საკითხია, მაგრამ ამავე დროს არა მარტო ფინანსური, თქვენი, აი საოჯახო ქალებზეა, ხო? ეხლა ქალები მიყურებთ უმეტესობა, ყველაფერს რო აგვარებთ და აკეთებთ. აი ფუტკარებით შრომის მოყვარე, აი ესეთი ქალი ხართ. კარგით, ეს თქვენზე უბრალოდ ამოვიღე. ნახოთ ეხლა რა მიზეზით გაწყვიტა თქვა ურთიერთობა, თუნდაც დროებით, ან არ გამოდის ეხლა, ხო? რაღაც, ან გაცივდა ურთიერთობა, ხო? სხვადასხვა ვარიანტებია, მაგრამ აი რა მიზეზით აღარ გაქვთ ურთიერთობა ამ ადამიანთან. ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს, ვინც დაინტერესდა, ვიზეც რეზონირდა, რა მიზეზით შეწყვიტა ურთიერთობა. აი მიზეზი თუ შეიძლება. უმრავლესობისთვის საჯარო გაშლა. გაგვაგებინეთ მიზეზი. დროებით არის შეწყვეტილი ეს ურთიერთობა, აქ საუბარია უფრო ფინანსურ საკითხზე. წარსულიდან მოდის ადამიანი.
წასულია ეხლა ეს ადამიანი, წასულია. ყველაფერი დაიწყო გართობით, სუფრა, შეხვედრა მეგობრებთან ერთად. ორა კაია, მოხენა, ანუ სიტყვაზე ვიძახი რაღაც ამდაგვარი სიტუაცია, სიამოვნების მიღებით. თქვენ იყავით მისთვის სიამოვნება. პირდაპირ გაგებთ, აი ყველანაირად იდეალური ქალი, რაც მას აკმაყოფილებდა, იზიდავდა, ესე დაიწყო. ეს არის საიდუმლო კარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება დაფარულად, შეიძლება საიდუმლოდ, შეიძლება არ ამბობდა, აქ არის ფინანსებზე, ფულზე, ურთიერთობაზე, კავშირზე, ანუ მიმოწერაზე და არის ჩარევა. ჩარევა ამოდის ქალი, საკმაოდ მრისხანე, საკმაოდ ხისტი, ცივი და მაჩვენებენ, რომ სამყაროდან მოხდა თქვენი აესე სიამოვნება, სიამტკბილობა, ურთიერთობა, სასიამოვნო ურთიერთობა, შეიძლება მიმოწერით, შეიძლება ონლაინ, შეიძლება ერთ ქალაქშიც არ იყავით, მაგრამ ეხლა წასულია, გასულია ურთიერთობიდან, ჯერ აუღია პაუზა. იმიტომ რომ ყოფილთან არ ქონია მოგვარებული ბოლომდე, ან შეიძლება მას ეგონა, რომ დაშორდა იმ ყოფილს. ან შეიძლება ის ფიქრობდა, რომ იმ ყოფილთან გაწყვიტა, მაგრამ იმ ქალს ასე არ გონებია სამწუხაროდ, ხო? ყოფილიდან არის რაღაც. ეხლა კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის საჯარო გაშლა, აქ ეხლა ყველანაირ დეტალებს ვერ ჩაუღრმავდები. პირადში კი ბატონო, ვკითხავდი მაგალითად, აქ ეჭვი მაქვს ენერგეტიკულ ჩარევაზე. მაგრამ ეხლა ყველაზე ხო არ არის ეს გაშლა რა, საჯაროა. რატო დავგროზოთ ადამიანები უარყოფითი ენერგიით? მიზეზი ერთ-ერთი შეიძლება იყოს ესეც. ჩარევა. კარგით, მაშინ რახან ესეთი ინფორმაცია მოდის, ნახოთ აბა, მიზეზი იყოს სხვა ქალის ჩარევა? ჩვენთან თქვათ დაპაუზება, გასვლა ურთიერთობიდან ამ ადამიანის, ვინც ეხა უყურებთ ამ ვიდეოს, მიზეზი სხვა ქალი იყო, სხვა ქალის ჩარევა იყო? კი ბატონო. სამყარომ დამემტკიცა. სხვა ქალის ჩარევა იყო და კონფლიქტი. ამ თაობაზე მომხდარა კონფლიქტი. სამყაროს კარტმა დამიდასტურა, მაჩვენებენ სხვა ქალაქს, შორმანძილს, მაჩვენებენ გართობას, დროს ტარებას და ამაზე გაუჭედა. ნუ რახან პირველივე კარტი ამოვიდა სამკუთხედი, ხო? ნუ გულდაწყვეტაც არის, გულგაცეებაც არის, დარტყმაც არის, ნუ სხვადასხვა ახსნა აქვს, მაგრამ სამკუთხედია, ხო, მთლიანობაშიც. მაშინ ვკითხოთ, სამკუთხედში ხართ ეხლა თქვენ, ვინც უყურებთ ამას, ამ ვიდეოს, სამკუთხედია? აქ სამკუთხედია? კონფლიქტური სიტუაცია, აქ შეიძლება იყოს 4 კუთხედით, 5 კუთხედით, სიტყვაზე ვიძახი, ხა ხუმრობ. კი ბატონო. ოჯახის კარტი ამოდის, გულდაწყვეტა, გულგაცეება, the judgment, უზენაის სასამართლო ზემოდან, ანუ როცა რაღაცას ვაშავებთ, ნახეთ სამყარო ზემოდან გვეუბნება, ცოტა აზე მოდი და გიბრუნებს, პრობლემებით გიბრუნებს, შენ როცა აშავებ, არასწორად იქცევი, როცა ოჯახი ყავს, სიტყვაზე ვიძახი, თუნდაც ურთიერთობა კონდეს გაციებული, ხო, შენ მეუღლესთან, ჯერ ოფიციალურად დაშორდი და მე გააგრძელე სხვასთან, ხო? ესეც რაღაცა სამყარო არ პატიობს, მით უმეტეს თუ ჯვარია დაწერილი, ან ხელია მოწერილი. ეზოთერულად, ხო? და ღვთიური კანონებით და სამყაროს კანონებით ეს არის the judgment, გასამართლება, ოღონდ ზემოდან, იმიტომ რომ იქ წყდება. ნახეთ, თქვენ გონიათ, რომ ეხა ხელს მოვაწერ და ჯვარს დავიწერ და რა მოხდა, ჯვარს ავიყრი. ესე არ არის, ჩემო კარგებო. კი ბატონო, დაიწყეს ეხლა ესეც, მაგრამ ზეცაში წყდება ეს. აიგეთ? იმათ უნდა გადაწყვიტონ დაასრულოთ ურთიერთობა, არ დაასრულოთ, ჯვარი უნდა აიყაროს თუ არ უნდა აიყაროს, ანუ მაინც ბოლომდე რჩებით იქ დაკავშირებულები, თუ ჯვარია დაწერილი, ამ შემთხვევაში აქ მაჩვენებენ ოჯახს, კი ბატონო.
და კონფლიქტურ სიტუაციას. გრძნობა აქ არ არის ფაქტიურად პარტნიორებზეა საუბარი ცოლ-ქმარზე, ხო? არ არის გრძნობა, მაგრამ the judgment, რა ვქნათ, უზენაის სასამართლო ზემოთ. არიან ძალები, არც თეთრი, არც შავი, რა სერებს ეძახიან, არ ვიცი, სერია თუ რა ფერია. მე საერთოდ ყველაფერს ნათელი და ლამაზი და ფერადი ფერებში აღვიქვავ და ვხედავ, მაგრამ ფერი უბრალოდ მეტაფორაა. არიან ძალები, რომლებსაც აქვთ უფლება აქ დედამიწაზე, ხო? ჩვენ 3D სტრუქტურაში სამართლიანობა და ეს ზომიერება დაიცვან. ამიტომ ეხლა მე არ მინდა დავაშავო. უკაცრავად გამიგრძელდა, მაგრამ მინდა რომ რაღაც თქვენს გადმოგცეთ, ასე ვთქვათ, სამყაროს ერთ-ერთი კანონზომიერება. რაღაცა დავაშავე, ხო? ნახეთ, ჩემო კარგებო. აქ მე რაღაცა დავაშავე. არასწორად მოვიქეცი. სხვა ადამიანს მიზან მიმართულად, ხო? რაღაც სიბოროტი გაუკეთე. ეს ჯერ ერთი არავითარ შემთხვევაში ისე არ დარჩება. და ის ძალები შეეცდებიან, რომ ან ბუმერანგი დაგიბრუნონ, ან და ზომიერება დაიცვან. ან ნახეთ ახლა ზოგადად, ხო? რატო ხდება ეს ყველაფერი, რაც ხდება? მთლიანად, ხო, კოლექტიურად ავიღოთ, მასშტაბურად. ბალანსი დაარღვიეს შავებმა ამ შემთხვევაში. და ის ბალანსი რო ირღვევა სამყაროში, სამყაროს აქ თავისი კანონები, ეს არც ღვთიურშია, არც ქრისტიანულში, ანუ აქ ეგრეგორები, მეგრეგორები, არანაირი ის არ არის. სამყაროს აქ თავისი კანონები, მეტაფიზიკურად საუბრობ ახლა მე, მეცნიერულად გიხსნით. ყველაფერი არის აგებული ბალანსზე. ორი ძალაა, თეთრი და შავი. რატო დავდე ეს დასაფენე? იმიტომ რომ ეს განუყოფელია. ყოველთვის აქ ამ სამყაროში ასია. მე არ ვიცი ხა მარსზე რა ხდება. კი. საომარი სიტუაცია, იმიტომ რომ ომის პლანეტაა და იმიტომაც გადაიწვა. მაგრამ მარსი იქით იყოს, დედამიწაზე ასია. იან, შავი, თეთრი, დღე, ღამე, ანუ გესმით? დუალიზმი. ეს არის ორი ენერგია, რომელიც განუყოფელია და ყოველთვის იქნება აქ. მაგრამ უნდა იყოს ბალანსირებული. თუ დაირღვა ბალანსი, აი მაშინ ერევიან ის მესამე პირები, ანუ ბალანსის დამცველები. ამ შემთხვევაში სამყაროს კანონის, კანონზომიერების და სამართლიანობის აღმდგენები, რომლებიც სამყაროში ეძლევათ საშუალება, რომ ეს ბალანსი დაამყარონ. არ შეიძლება სხვანაირად. თუ არა და ხდება კატაკლიზმები, მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევები, წყალდიდობები, ომები, ეპიდემიები და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ გაიწმინდოს იმ შავი ენერგიისგან დედამიწა, ჩვენი ცოცხალი პლანეტა. და აი ნახეთ, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, ხო? თქვათ, არა ვარ ეხა არც ეპისკოპოსი, არც სასულიერო პირი, არც რაღაცა დარგში, ხო, საფეხურს სიწმინდის არ მიმიღწევია. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ღვთისშვილი ვარ, ნათელი სული ვარ, გამტარი ვარ, მაგრამ ვიცი რომ ღვთისშვილი ვარ, ხო? და ვცდილობ, რომ ღვთიური კანონებით ვიცხოვრო, ხო? სიკეთე ვაკეთო და შევინარჩუნო ეს ჰარმონიული ურთიერთობა როგორც სამყაროსთან, ასევე ჩემს ირგვლივ ყველასთან. ვაკეთო სიკეთე. და ვიცი ასევე, 10 მცნება, ხო, ეს ღვთიური კანონი დაუწერელი. რაც მინდა რომ შევასრულო, კი, ძნელია, მაგრამ ვცდილობ. ეხლა რაც შეეხება ამ მესამე ძალას. მე როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, მე თუ დამჩაგრეს, მე თუ გადამიარეს, სიტყვაზე ვიძახი, მე თუ ტკივილი მომაყენეს, დაუმსახურებლად. მთელი ამ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ გვყავს დადგენილი ჩვენი მფარველი ანგელოზი და არა ერთი, შეიძლება 2, 3 გყავდეს ან მეტიც. გააჩნია, ხო?
რასული ხარ და რა მისია გაქვს აქ რო ხარ მოსული. მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებს ერთი ან ორი ყავთ ხოლმე. და მე შემიძლია მივმართო ჩემ მფარველებს პირდაპირ და უთხრა მათ ჩემი სიტყვებით, რომ აი ესეთ მდგომარეობაში ვარ. აი ნახე, მთელი ჩემი ცხოვრება ვზრუნავ, ვაკეთებ სიკეთეს, ვცდილობ ჰარმონია მქონდეს, მშვიდობა მქონდეს, ვეხმარები, ზრუნვა მაქვს, ვლოცულობ ყველასთვის და ვინ გირტყავს და გებრძვის ბოროტი რით, ანუ ყველაზე ახლობელი ადამიანით. და უცებ აღმოჩნდება, რომ ამ ახლობელმა, ყველაზე ახლობელმა ადამიანმა, ზურგში, ასე ვთქვათ, დანა ჩაქცხო, ხო? ჭყალებში. და შენ ეს არ დაგიმსახურებია. ნახეთ რა კარტი ამოვარდა. კარტები თვითონ საუბრობენ. და შენ, ანუ რო ლოცულობ, ნახეთ, გაბრაზებული არ შეიძლება ლოცვაო, წმინდა მამას აქ ნათქვამი და მართლაც ესეა, მაგრამ როგორ შეიძლება არ გაბრაზდე, როცა ემოცია გაქვს, ხარ ადამიანი, რა ვქნა, არ ვარ, ხო? მაშინ წმინდანი ვიქნებოდი. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვბრაზდები. კი, არ მინდა ცუდი, არ მინდა სიბოროტე, მაგრამ სამართლიანობას ვითხოვ. ამიტომ მე რომელმაც ვიცი ეს კანონები და ასე თუ ისია ვარ უკვე შემდგარი და ვიცი რომ სიბოროტეს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ დასჯადია და აუცილებლად დაგიბრუნდება და დაგანგრევს და ისედაც არ ვარგა, ვამბობ, რომ მეთქი, ანუ მე არ დამიმსახურებია ეს. და გთხოვთ დახმარებას, დამეხმარეთ. ამ დროს მოდიან ეს მესამე ძალები, სამართლიანობის აღმდგენები. და აი ესეთ ადამიანს, გონიათ, რომ თქვენ მარტო ხართ, პირდაპირ გეუბნებით. და ვაიმე, მე მარტო ვარ და დავიჩაგრე, არ არსებობს. შენ თუ მართალი ხარ, შენ მარტო არ ხარ, შენთან არიან ისინი, ვინც კურირებენ შენ ცხოვრებას და გიცავენ, გიფარავენ და გეხმარებენ. შენ უბრალოდ უნდა მოითხოვო, იმიტომ რომ ესეც სამყაროს კანონია, თავისუფალი ნება, ანუ არ გადმოდგავს ის ნაბით, შენ თუ არ დაუძახე. ამიტომ ყოველთვის ითხოვე დახმარება, ითხოვე მფარველობა, ითხოვე სამართლიანობა. იმიტომ რომ უზენაესი ძალები, რომლებიც ჩვენთან არიან, მათ ესმით ყველაფერი და აუცილებლად სამართლიანობა იზეიმებს. ეს დაუწერელი კანონია და ბალანსიც აღსდგება. ის თუ შემოიჭრა შენს ცხოვრებაში მესამე პირი, იმან თუ დაარღვია, იმან თუ შენ გატკინა, იმან თუ დაგჩაგრა, მოგატყუა, გიღალატა, ხო? შენ ამას იტყვი სიმწრით. და არ არსებობს, მე იმ ადამიანის დასჯა კი არ მინდა. მე მინდა რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდე, ამ შემთხვევაში, ხო, სიტყვაზე ვიძახი, მაგალითი მომყავს. იმას რომ თავისას ის მიიღებს ყველა ვარიანტში. მაგრამ შენ კომპენსაციის სახით, ხო, აი ეს ტკივილი რო აიტანე, შეგიძლია თქვა, მე უკვე აი ამ ტკივილით ჩემი კარმა გავწმინდე და გავთავისუფლდი. ეხლა მე ველოდები ჯილდოს, იმიტომ რომ მე გადავიტანე სიმწარე ტკივილი და ესე არ არის, გესმით? არ არის. აუცილებლად მოდის კომპენსაცია. და ვაგრძელებთ. გამიგრძელდა, მაგრამ ეხლა ესეთი ენერგიები შემოვიდა აი ამ კარტმა, თელემა, რომელიც შექმნილია აი ესეთი კარტი, ანუ რაიდერის იმით არის, მაგრამ აქ განსაკუთრებული რაღაცა, აი ყველა დასტას ყავს თავისი ავტორი. და იმათ სხვადასხვა ენერგიები აქვთ, გესმით? ყველა სხვადასხვანაირად გესაუბრება. ამ შემთხვევაში ეს მინდოდა რომ მეთქვა, არ ვიცი ვისთვის, მაგრამ გამგები გაიგებს აუცილებლად. და გავაგრძელოთ ახლა თუ არის შანსი ეს ადამიანი გამოვიდეს კონტაქტზე ისევ თქვენთან. თუ აქამდე მიყურებდით, ხო აღწერი ადამიანი. თუ არის შანსი რომ გამოვიდეს. ჯერჯერობით ხელს უშლის ეს ქალი, რომელიც ჩაერია, თვითონ გეგმავს
იმიტომ რომ თქვენთან უფრო კომფორტულად ეკომფორტულება თქვენთან ურთიერთობა და გრძნობით სავსე, ანუ შანსები არის, მაგრამ ეს ხალი არის ჩარეული. ეხლა რამდენ პერიოდში შეიძლება რომ გაუაროს ამ ხალის ჩარევა, ესეც გასარკვევია როგორი ჩარევაა. არ მინდა უბრალოდ ნეგატივზე ვისაუბრო, მაგრამ ხო იცით რომ მომრავლდნენ ბნელეთის ძალები. ხო, და რამდენ პერიოდში ეს ციკლურია ესეც, ხო? თავის პერიოდებია გადის. რამდენ პერიოდში შეიძლება გაუაროს? ორი პერიოდი. ორი პერიოდი კი ბატონო ქალისგან. ფინანსები, ფული. ანუ აქ საუბარია რაღაც ესეთ სიტუაციაზე. ოჯახი, სახლი, ფული, მოკლედ სხვა ქვეყანაში წავიდა, ან აპირებდა წასვლას, ან რაღაცა ისეთი რა. სამყაროს კარტი ამოდის და ჩარევა ქალისგან. ინტერესი ფული, პირადი ინტერესი. და რამდენ პერიოდში, ანუ სამყარო მაჩვენებს, რომ დასრულდება რაღაც პერიოდი, ეს არის 2 თვე, 2 თვე, 2 პერიოდი, 2 პერიოდში გავulis. მაშინ მკითხოთ, ეხლა უკვე კონკრეტულად 2 თვეში ეს ადამიანი კონტაქტზე გაუვა ეს ლიბრი, რო იტყვიან გადაკრული, ეს ბურუსი, რაც ტვინს ურევს ენერგეტიკული ჩარევით. გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე თქვენთან. კი ბატონო, მზე ამოვიდა აუცილებლად. თუ ელოდებით ამ ადამიანს იცოდეთ, რომ გამოვა. და არ არსებობს, რომ ეს სიბოროტე ვინმე შერჩეს. იცოდეთ. რაც არ უნდა გააკეთოს, აი ძალა გიდგას აგერ გვერდით. კი ბატონო, იყო ბნელეთის წარმომადგენლისგან ჩარევა. ეშმაკი ნახე, მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება, სიბნელე, ქვედა სამყარო, სამწუხაროდ, ბნელი, შავი, ქვედა სამყარო. მაგრამ უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ მზე ყოველთვის ამოანათებს ცისკა ბატონზე. და ეს არის ძალა, ბნება, მიზიდულობა, თქვენ ხართ გონიერი ქალი, რომელსაც შეუძლიათ აი ეს ლომი, როგორც გინდათ ისე ატრიალოთ, თუ ჩართავთ თქვენს სითბოს, თქვენს მზეს, თქვენს ქალურობას. ქალსო 9 გვერდი უნდა გქონდეს, ხო ამბობდნენ ჩვენი წინაპრები. ხო და გამოიყენეთ ეს დიპლომატია სითბოთი, ტკბილი სიტყვით. დაიმახსოვრეთ, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოს, გველსა ხვრელიდან ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. შუშუშუ, მუშუშუ, ტუტუტუ და აი ნახეთ, როგორ დაგიბრუნდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ამას ყავს დაჭერილი, მაგრამ ამას დედას უტირებთ ჩვენ ნათელი ძალები. და ვინც კონკრეტულად ვიცით, ვის მხარეს ვართ, ვისი შვილები ვართ, ვისი წარმომადგენლები ვართ, რა ვქნათ? ჩვენი ენერგოვიბრაცია უკვე ისე არის, რომ ვერანაირად ვერ ავიტან ახლა დაბალი ვიბრაციის წარმომადგენელს. სწორად გამიგეთ რა, ბნელეთის წარმომადგენელი იმისთვის არის შექმნილი, რომ გებრძვის შენ ნათელს, ღვთისშვილს და თეთრს და გირტყავს ახლობლის სახით. მაგრამ საბოლოოდ მოგება მაინც ჩვენსკენა. იცოდეთ, რომ თეთრები იწყებენ როგორც ჭადრაკში და თეთრები იგებენ, ასე რომ მოდის რა ჩვენი დრო. მოდის, ესენი უნდა გაქრენ, სამყარომ უნდა გაანთავისუფლოს ესეთი წარმომადგენლები, ვინც ბალანსი დაარღვია და მათი მომსახურე პერსონალი, ვინც არის, ბნელებს გულისხმობ, წაიყოლებს თან და გამოანათებს ისევ მზე, ცისკა ბატონზე. დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო. კი ლექციასავით გამომივიდა, მაგრამ არ დაიშუროთ ლაიქი, რომ ისევ სიკეთემ გაიმარჯოს და ჩვენს ცხოვრებაში შემოსულიყოს მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და ბედნიერება. და ეს ასეც იქნება, მე მჯერა, სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს. დროებით.